მოგესალმებით ერთკვირიანი ვლოგით ნიდერლანდებიდან. რაც პარიზიდან დაბრუნდი, საკმაოდ დატვირთული კვირა მქონდა და გადავწყვიტე გამეზიარებინა, როგორ გამოიყურება მეცნიერის ერთი საკმაოდ უჩვეულო კვირა. ვინც ხშირად მიყურებთ, გეხსამებათ ჩემი უძილობის ამბები. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე დღეა ღამის 3 საათზე აღარ მეღვიძება და ბევრად უფრო დასვენებული და ენერგიით სავსე ვიღვიძებ ხოლმე. წინა ვიდეოებში ვახსენე, რომ ჩემი მეგობარი ცოტა ხნის წინ იოგას მასწავლებელი გახდა. ლაიდენში ატარებს ხოლმე გაკვეთილებს და მეც რა თქმა უნდა არასდროს ვტოვებ. ვატყობ, როგორ უმჯობესდება ყოველ ჯერზე და თვითონაც ემჩნევა ხოლმე უფრო და უფრო როგორ ხალისობს სწავლების პროცესით. ცოტა ხნის წინ მე და ჩემი კვლევითი ჯგუფი ვიყავით ეგრეთ წოდებულ აუთინგზე ამსტერდამიდან 1 საათის მოშორებით ბუნებაში. 2 დღე დავუთმეთ ლიტერატურული მიმოხილვის წერასა და ბრეინსტორმინგს. ვეძებდით ხარვეზებს life science მონაცემების კურირებაში, რაც გამოიყენება ხოლმე შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად. ეგრეთ წოდებული data imbalance და leakage, ანუ დისბალანსი მონაცემების და მონაცემების გაჟონვა. რა თქმა უნდა, 2 დღეში ამ ყველაფერს ვერ დავწერდით, მაგრამ ჩონჩხი უკვე ავაწყვეთ და გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში. წამოსვლამდე მოვინახულეთ კრიულერ-მიულერის მუზეუმი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჰოლანდიაში ოდესმე თუ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს მუზეუმი. გარდა ულამაზესი ბაღისა, შიდა კოლექცია მოიცავს ვან გოგის საოცარ ნიმუშებს, იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების უნიკალურ კოლექციას. აქვე შეხვდებით პიკასოს ბუსატს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული წლების წინ და დღეს ალბათ უკვე შეუფასებელია. გუშინ ასევე ვეწვიეთ ჰოლანდიის მცენარეების კვლევით ცენტრს, სადაც ვნახეთ დანადგარები და მეთოდები თუ როგორ შეისწავლიან მცენარეების მიკროფლორას, როგორ აკონტროლებენ ზრდის პირობებს. გვაჩვენეს ასევე ავტომატიზირების მეთოდები და AI მოდელები, რომლებიც ამუშავებენ როგორც ფოთლის, ისე ფესვის ზრდის პროცესებს. ჩემი წიგნების მიმოხილვის პატარა ვიდეოში ბევრმა მთხოვეთ ასეთი ბევრი გააკეთეო. ახლა მომთავრებ EIN-ბერის დეტალებს და მალე ახალ წიგნებზეც მოგიყვებით. კოცნით და გეხვევით!